მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. პრაღაშიც კი რომ მომხდარიყო ეს შეხვედრა, ჩვენზე მეტნი არ იქნებოდნენ, ამიტომ ყველას ვინც მოგზავნით, უკვე გეკუთვნით ჩემგან მადლობა და პატივისცემა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ 20 საუკუნის ყველაზე უფრო გამოუცნობ ძალიან უცნაურ ფენომენზე, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უნიკალურ ავტორზე, რომელსაც არ ყავს ლიტერატურაში არანაირი ნათესავი, არც ბიძაშვილი, არც მამიდაშვილი, შორეული ნათესავებიც კი. ერთადერთი და განმეორებელი ფრანც კაფკა, დაბადებული ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დედაქალაქში, რომელთანაც მას მისი შემოქმედების მიხედვით არანაირი კავშირი არ აქვს. დავიწყოთ იმით, რომ პრაღა და კაფკა აბსოლუტურად შორეული იდეებია. ქალაქი პრაღა და კაფკა არ არის ორი ერთმანეთთან შეთანხმებული სიდიდე. ქალაქს არ უყვარს კაფკა, კაფკას არ უყვარდა პრაღა. კაფკა იყო ჩეხი ებრაელი. მამამისი ყოველ შემთხვევაში ჩეხი ებრაელი იყო. ებრაელები ყველგან იყვნენ ბუნებრივია ევროპაში, მაგრამ ჩეხეთში თავისი კულტურა ჰქონდათ. ჩეხი ებრაელების თავისებურებაა, რომ ისინი ჩეხურად ლაპარაკობდნენ და არა იდიშზე. ამიტომ პრაღამ ჩეხური იცოდა წყინვალედ, ეს მისი პირველი ენა იყო. დედამისი იყო გერმანელი ებრაელი. ახლა ამას შეიძლება არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს და მე სხვათა შორის ერთხელ, როდესაც ჩემდაჭირად პოლიტიკაში ვიყავი, ერთ კაცზე თქვი, სხვათა შორის მეგობარზე, უნგრელი ებრაელია მეთქი და ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ქალმა, რომელიც ახლაც ძალიან აქტიურია და მაინდა-მაინც ყველას ახლაც არ უყვარს, დამაბრალა, რომ ანტისემიტიაო და გადაცემები გაკეთდა ჩემსა და ევროსაბჭოს დელეგაციიდან გაგდება დამიპირეს მაგის გამო. იქამდე ჩავიდნენ. მე აღარ ვიტყვი ვინ და რა გორიყო, მაგრამ ჩვენთან ეს ტერმინი ვიღაცამ ჩათვალა ემათ, რა ქვია, ანტისემიტურად. ქართველი ებრაელი და ჩეხი ებრაელი და ხო, არა ანტისემიტი მე არა ვარ, როიცოლეთ ისე ხო. თუმცა იმის თმაც მინდა, რომ ეგეცნება დართული კაცი შეიძლება ეგეთიც იყოს, თავარი არ ჩაიდინოს რა. ეს მარტო ჩვენ ხელისუფლებას გონია, რომ კაცი კაცს თუ დაპირდება ფულს მოგცემ, ციხეში უნდა ჩასვას კორუფციის ბრალდებით, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რა სწორად ვარ შეკრებილი, რა სწორ საკითხზე ვლაპარაკობთ, აბსურდზე, რომელსაც ქვია პროცესი. მოკლედ, დაიბადა პრაღაში, იყო ჩეხურ ენოვანი, მაგრამ განათლება მიიღო გერმანულ სკოლაში, ისწავლა გერმანულ უნივერსიტეტში და წერდა მხოლოდ გერმანულად, თუმცა ჩეხური რო კარგად იცოდა, იქიდან ვიცით, რომ მისი მიმოწერის ნაწილი, ჩეხ შეყვარებულთან მიმოწერის ნაწილი ასევე არსებობს და იქ რაიმე პრობლემა არ არის. ჩეხური გერმანულზე უკეთაც კი უნდა სწოდნოდა. თუმცა მისი არჩევანი, ლიტერატურული არჩევანი იყო გერმანული. რითიც ჩეხებს, რა თქმა უნდა, აწყენინა. ხოლო ჩეხებზე მინდა გითხრათ, რომ თავისებური ხალხია, ბევრი ვინმე არ უყვართ, ანტისემიტიზმი მყარად არის მათში გამდგარი, ისე როგორც პოლონეთში, ანუ საკმაოდ პრობლემური არის ამ თვალსაზრისით, გერმანელებიც არ უყვართ, ებრაელებიც არ უყვართ. თავისებური ხალხი, პატარა ხალხია მოგეხსენებათ და თავისი პრობლემები აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისეთი მწერალიც კი, რომელიც საამაყო იქნებოდა ნებისმიერი ხალხისთვის, რომელმაც დაუწერა ყოფიერების, ასე ვთქვათ, ძნელად გასაძლები არსებობა, ტოლსტოის სიტყვებიდან ამოგეხსენებათ,
აღებული, ეგ ავტორის კი გააგდეს ქვეყნიდან და ბოლოს ჩეხურის მაგივრად ფრანგულად წერდა მოიხსენებათ. ანუ ძნელია იყო პრაღელი მწერალი თუ კი თქვათ ბოლომდე ჩეხი არ ახლა. კაფკა პრაღელი მწერალი იყო, მაგრამ როდესაც დაწერა თავისი რომანი, რომელიც ქალაქში ხდება, არ თქვა, რომ იმ ქალაქს ქვია პრაღა. ჩვენ ვარაუდობთ, რომ პრაღა იგულისხმება, მაგრამ არცერთ ნათქვამი არ არის, რომ პროცესის მოქმედება ხდება პრაღაში. მოდი ვნახოთ, რა ხდებოდა იმ დროს მსოფლიოში, რამ გამოიწვია აი ასეთი ტიპის მწერლის დაბადება. რა ტიპის მწერალია წინასწარ თქვათ? ეს არის მწერალი, რომელიც წერს ძალიან მშვიდი მანერით წარმოუდგენელ რამეებს. და არანაირი ემოცია, არანაირი პედალირება, არანაირი მხატვრული არსენალი, არანაირი მეტაფორები, მეტონიმიები, ჰიპერბოლები და ასე შემდეგ. მწერალი, რომელიც არ ხმარობს სამწერლო ტექნიკას, საერთოდ. წარმოგიდგენიათ ასეთი რამ მეორე არ არის. შეუძლებელია. იდიომებსაც კი არ ხმარობს. ანუ, მოდი ვთქვათ ასე, ერთხელ ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა თქვა, რომ არსებობს სიტყვის გაგების 3 დონე. ეს ძალიან ჭკვიანი კაცი არის ნოამ ჩომსკი, რომელსაც სოციალური იდეებიც აქვს, იქ ხმეთქვა ხელი შეუწყოს თუ უნდა, მე არ მომწონს მისი მემარცხენე ბოდვითი ფილოსოფია, მაგრამ ენათმეცნიერებაში ძალიან მაგარი იყო. ხო და მან თქვა, რომ არის სულ 3 დონე: სივრცე, დრო და გადატანითი მნიშვნელობა. იდიოტიც კი, როგორიცაა მაგალითად ფოლკნერის იდიოტი, ერკვევა სივრცეში. ის მოხდება, რომ ჩვენ მივდივართ, აქეთ ჩვენი ყოფილი ტერიტორია, ახლა გოლფის კლუბია, ლესტერი აქ გაჩერდა, იქ დინარე ჩამოდის, ყველაფერი სწორადაა. ერთადერთი რაც არასწორადაა, ამ უწყლეთ აღწერაში გვერდით ხან ლესტერია, ხან ტიპი, ხან ვიღაცა სხვა და მე ირკვევა, რომ ეს ტიპი, ლესტერი და სხვადასხვა დროის ხალხია. ანუ კაცი მიდის გზაზე, აღწერს ამ გზას, მაგრამ თურმე 30 წლიანი გზა არის, იმიტომ 30 წლის წინ ვიღაცა სხვასთან ერთად იყო და მაგრამ მისთვის დრო რახან არ ესმის და არ არსებობს, ხდება ამის აღწერა. ანუ სამედიცინო თვალსაზრისით იდიოტი თუ არის ადამიანი, ანუ თუ იზრდება, მაგრამ განვითარება არ ხდება, თუ 33 წლისა და 5 წლის ბავშვი ჭკუა აქვს, ესაა იდიოტი. ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე სიტყვა ის ცოტა სხვა რამეს გულისხმობს. ეტიმოლოგიაც ძალიან უცნაურია ამ სიტყვას, იცოდეთ, ბერძნულიდან იდიოს ბერძნულად ნიშნავს საკუთარს და იდიოტეს ნიშნავს ადამიანს, რომელსაც საკუთარი აზრი აქვს. ასე რომ აქ ჩვენ მხოლოდ იდიოტები ვართ შეკრებილი და ჭკვიანები გარეთ დადიანთ ხოლმე. და ჩვენ აზრები გვაქვს, როგორც ჩანს, ახლა კაფკაზე მინდა ვილაპარაკოთ, კაფკაზე ვერავინ ვერ ილაპარაკებს. ისე რომ გულთან ახლოს არ კონდეს მიტანილი ის სიდიადე, რომელიც მის ყველა სიტყვას ახლავს. თუ კაფკა არ გიყვარს, ახლა როგორ უნდა ილაპარაკო, მას იქ არაფერი არაა სათქმელი. როგორც მისი ბიოგრაფია. აი წარმოიდგინეთ, ამოდენა კაცია, ამხელა ფიგურა. თქვათ პირდაპირ, გერმანელებს უხარიათ, არ უხარიათ, არ ვიცი. ყველაზე დიდი გერმანელი ავტორი, გერმანულენოვანი ავტორი, კაფკაზე დიდი არ არსებობს. ყველა ჯიბეში ჩაისვა. პირველად ეს რო თქვეს, გერმანელებმა თქვეს, ეს ასისულელია. საიდან მოიტანაო? პირველად კაფკა ამ დონეზე დაინახა ვლადიმირ ნაბოკოვმა. ნაბოკოვზე მინდა გითხრათ, შეიძლება მოგწონდეთ როგორც წერალი, შეიძლება არ მოგწონდეთ როგორც წერალი, შეიძლება ნაწყენი იყოთ, ვისაც დოსტოევსკი გვიყვარს, ყველა ნაწყენი ვართ, იმიტომ დოსტოევსკიზე თქვა მაგაზე პატარა მწერალი რუსეთში არა. მე მთელ ცხოვრებას მიუძღვნი და ყველას აუხსნი, რომ არაფერს არ წარმოადგენს. ასეთი სისულელეც აქვს ნათქვამი, მაგრამ კაფკაზე თქვა,
აიო გერმანელებს ხო ყავთო გერმანულენოვან ლიტერატურაში ხო არისო თომას მანი რაც იდეა წარმოიდგინეთ და რაინერ მარია რილკეო ანუ ორი კოლოსი დაასახელა ერთი პოეზიაში მეორე ერთი ავსტრიაში მეორე გერმანიაში მოკლედ მთელი გერმანული ლიტერატურის წვერვალები გვითხრა ახლა არ მგონია ახლა თომას მანზე დიდი იმ დროს ვინმე ჰყოლოდათ ესენი რო არიანო სათამაშოებიო და თან უწოდა რომელი სათამაშოები ბავშვებსო ხელში აღება უჭირთ თუთიის სათამაშოებიო კაფკასთან შედარებითო და ხელში ჰქონდა კაფკას ერთი ბეწო ნაწარმოები სახელად გარდასახვა ნუ მეტამორფოზი აი იმაზე დაკნობით თქვა რომ თომას მანი და რილკე სათამაშოები არის არავინ არ არის ნუ მაშინ გერმანელებს ეწყინათ დღეს უნდა თუ არ უნდა უწევთ იმის აღიარება რომ გამოცემათა მიხედვით თარგმანების მიხედვით დისერტაციებზე იცოცხლეთ ახლა კაფკა არის სადისერტაციო ავტორი ხდებით არა ბევრი რამ არის გამოსაკლევი კაფკა არის ნომერი პირველი გერმანულენოვანი მწერალი ასე მოხდა როდესაც ამბობენ რომ მე-20 საუკუნეში ლიტერატურა გარდაიქმნაო ჩვენს დროში როცა პირველად გავიგეთ საბჭოთა კავშირში ვარ და გონია რომ არაფერი არსად არ ხდება იმიტომ რომ აქაა მთელი მწერლობა კონსტანტინე გამსახურდი არის მსოფლიოს ნომერი პირველი მწერალი ყველა ქართველის წარმოდგენით და იქ ევროპაში ლიტერატურა აღარ იწერება ასეთი პერიოდი გვაქვს როდესაც ქართველი სამი მეცნიერი გამოვიდა ერთობლივი ინიციატივით რომ გითხრან რომ ევროპაში თურმე მომხდარა რაღაცა რომელსაც ქვია მოდერნიზმი ანუ რაღაცა 60-იან წლებში ჩვენ გავიგეთ რომ 20-იან წლებში რაღაცა მომხდარა ევროპაში მანამდე არ ვიცოდით არავინ არ იცოდა საიდან უნდა გვწოდნოდა საბჭოთა კავშირი მთლიანად დახურული იყო ერთადერთი უცხოელი ავტორი რომელიც ყველას კედელზე გვეკიდა იყო ჰემინგუეი ეს ჰემინგუეი იყო ჭედურობაში ხეში შესრულებული და ესე ამერიკელი მწერალი ასეთი პოპულარული და მეტი არა მთელი მსოფლიო ლიტერატურა იყო ჰემინგუეი მშვენიერი მწერალია რასერჩის ხო ცოტა რომანები უჭირდა მაგრამ ნოველებში ხო კარგი იყო ერთი სიტყვით მაგ პერიოდში გამოჩნდნენ ქართველი მეცნიერები ფრანგული ლიტერატურის შესახებ გასტონ ბუაჩიძემ გვითხრა რაც შეეხება გერმანულ ლიტერატურას ეს იყო კაკაბაძე წინვალე კაცი და რაც შეეხება ინგლისურ ლიტერატურას ეს იყო ნიკო ყიასაშვილი და მივიღეთ ინფორმაცია რომ თურმე ყოფილა სამი დიდი მწერალი პირველად გვესმის წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არიან რომელსაც გარდაქმნეს მსოფლიო ლიტერატურა და თქვეს რომ ესენი არიან კაფკა პრუსტი და ჯოისი არა ძალიან უცნაური მოვლენა დააკვირდით კაფკა არის გერმანულენოვანი მწერალი დაბადებული პრაღაში ებრაელი პრუსტი ფრანგი მწერალი დედა ებრაელი მადლობა ღმერთს ერთ ნამდვილადაა დაბადებული პარიზში და გასული და ჯოისი ირლანდიელი ინგლისურენოვანი ლიტერატურის ლიდერი რაღაცნაირად სულ გარეთ გაწეული ხალხია მარსელ პრუსტზე მინდა გითხრათ დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რომ ესაა მოყვარული დილეტანტი ანუ გოიმი ლიტერატურაში რომელსაც რაღაცა რესკინი ჰქონდა თარგმნილი და ინგლისური არ იცოდა დედამისი თარგმნიდა წყარიც უკეთებდა და ინგლისური თარგმნა და თვითონ გამოსცა წიგნი ძვირფასი ძალიან ძვირიანი ასე თქვა და იაფად გაყიდა ფულის მეტი რა ჰქონდა ეს იყო მწერალი რომელსაც როცა გამომცემლობა უთხრა უარი ერთმა და მეორემ და მესამემ ყველაზე დიდი გამომცემლობა იყიდა და გამოსცა თავისი წიგნი რომელიც არავინ არ იყიდა პირველი ტომი მეორე ტომში აღმოაჩინეს კაი მწერალი ყოფნა
მოკლედ მე გითხარით სამი დიდი მწერალი, რომელთაგან არც ნობელის პრემია მიუღია, არც ბუკერი მიუღია, არც გონკური მოასწრო მეორე ტომით მარსელ პრუსტმა. ერთ სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ გაგვაკვირდეს, რომ თურმე ასეთი მწერლები ყოფილან და როდესაც იყო ლაპარაკი იმ ორზე, იქ ყველაფერი გასაგები იყო, რითი იყო დიდი ჯოისი, ძნელი გასაგები არ არის ასახსნელად. რითია დიდი მარსელ პრუსტი ამის ახსნა ძნელი არ არის, დღესაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, ნებისმიერ გვერდზე შეგიძლიათ მისი ნებისმიერი წიგნი გადაშენოთ და იქიდან დაიწყოთ კითხვა და არაფერი არ მოგივათ, არ დაგჭირდება წინა ტომების ცოდნა და ბოლოსი, თავი და ბოლო არა აქვს. და კაფკა, რომელსაც კითხულობ, ყველაფერი არის ნათელი, გაუგებარი არაფერი, ჯოისი არ არის, რომ კომენტარი ჭირდებოდეს, ყველაფერი ნათელია, თუმცა რას ნიშნავს, არ არის ნათელი. ხვდებით არა, როგორი მწერალია. გაუგებარი კი არ არის. რობერტ მუზილს რო კითხულობ, ძნელი ამბავია. ვინც თარგმნა მაია ბადრიძე, თითქმის მუზილის ხელა გენიოსია, იმიტომ რომ იმის თარგმნა შეუძლებელი არის. მაგრამ აი მოახერხა. და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ დიდი თარგმნელები ვართ. კაფკა თარგმნა ძალიან კარგმა სპეციალისტმა, არა ლიტერატორმა, არამედ პროფესორმა, შესანიშნავმა, კარგად თარგმნა, მაგრამ ეს არ იყო ძნელი საქმე. კაფკას თარგმნა ძალიან ადვილია. იმიტომ რომ კაფკასთან იქ კი არაა სირთულე რა წერია წინადადებაში. სირთულე იმაში, რატო წერია ეს წინადადება. დააკვირდით როგორ წერს. ეტყობა ვიღაცამ ცილი დასწამა და იოზეფ კ ისე რომ არაფერი არ დაუშავებია, ჩვენ ერთგვარად დააპატიმრეს. აქ რამე გაუგებარი შეიძლება იყოს, არა. ხო, მაგრამ თავიდან ბოლომდე გაუგებარი დარჩება, რატომ დააპატიმრეს კაცი. ჩვენ იმასაც კი ვერ გავიგებთ, რა ჩაიდინა. ახლა აქ სანამ აქამდე მივალთ, გაუბრუნდეთ იმ ვითარებას, სად დაიბადა და რა ხდებოდა კაფკას ოჯახში. კაფკას 1883 წლის 3 ივლისს დაიბადა და 1924 წლის 3 ივნისში დაბადებული, ივლისში დაბადებული, ივნისში გარდაიცვალა 3 ივნისს. ერთი თვე დააკლდა, რომ 41 წლის გამხდარიყო, ისე როგორც რამდენიმე საათი დააკლდა, რომ 31 წლის გამხდარიყო იოზეფ კ. დაბადებით დღის წინა დღეს ძალიან საინტერესო ვითარებაში გარდაიცვალა. კაფკას ოჯახში იყო 6 ბავშვი, 3 ბიჭი და 3 გოგო. 2 ბავშვი ბიჭები პატარები დაიხოცნენ და ამიტომ მშობლები განსაკუთრებით მზრუნველობით ექცეოდნენ ფრანც კაფკას ერთადერთ ვაჟს, რომელიც გადარჩა. გაუსწრებ ისტორიას და გეტყვით, რომ ფრანც კაფკა გარდაიცვლება 24 წელს, 3-ვე მისი და მოხდება საკონცენტრაციო ბანაკებში და დაიღუპება მეორე მსოფლიო ომის დროს, შეეწირება ჰოლოკოსტი. კაფკას მამა იყო 2-მეტრიანი კაცი. კაფკას დედა და ჩეხური ებრაული და ჩეხური სისხლიც ჰქონდა. ხოლო დედა ცოტა თხელი ქალი იყო და პატარა შედარებით და გერმანელი. ამ ოჯახში განაწილება მოხდა ასე, მამა გამოვიდა გოლიათი და კაფკა პატარა იყო. როგორც კაფკაც გამოვიდა გოლიათის სხვა მიმართულებით. თუკი ზიგმუნდ ფროიდს სხვა მასალა არ ექნებოდა დედამისის ზუგზე, თუკი სხვები არ იარსებებდნენ, სხვა ადამიანები, რომელზეც მას როგორც ექიმს მას შეხება ჰქონდა და უზარმაზარი მასალა ჰქონდა, ფრანც კაფკა და მისი ბიოგრაფია და მისი ოჯახი საკმარისი იქნებოდა ფროიდიზმის ჩამოსაყალიბებლად, იმიტომ რომ მამაშვილს შორის ურთიერთობა რას წარმოადგენს და ფროიდმა რაც დაწერა მეცნიერულად, ეს ყველაფერი იკითხება ფაქტობრივად ფროიდის აღმოჩენები
კაფკას აღმოჩენილი ჰქონდა. ორი კაცი ვიცი მე ასეთი, რომელმაც ფროიდს გაასწრო ფროიდიზმში. ერთმა იმით, რომ მასზე ბევრად ადრე დაიბადა და ქვია მას სოფოკლი, რომელმაც აღმოაჩინა ფაქტობრივად ყველაზე მთავარი ადამიანური არაცნობიერი კომპლექსები. და კაფკა, რომელმაც დაწერა წერილი მამას. ეს ვრცელი წერილია. და კაფკა, რომ წერალი არ ყოფილიყო, არაფერი რო არ დაეწერა, მაგ წერილის მიხედვით მიხვდებოდა, რომ გენიოსი იყო.